მოგესალმებით მეგობრებო. თქვენთან ერთად არის სკოლა თაობის პოდკასტი მეტი. დღეს გვაქვს მორიგი გადაცემა. შევარჩიეთ საკმაოდ საინტერესო საკითხი, რომელიც ეხება AI-ს, ანუ ხელოვნურ ინტელექტს, რომელზეც ძალიან ბევრი მithქმა-მოთქმა არის ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში. ბევრი ადამიანი უფრთხის, როგორც დიდ გამოწვევად მიიჩნევს საგანმანათლებლო სივრცისთვის, სკოლისთვის, როგორც მშობლები, ასევე მასწავლებლები და ჩვენ დღეს შევეცდებით არსებული მონაცემების საფუძველზე, რაც გაგვაჩნია, რა გამოცდილებაც გვაქვს, ვისაუბროთ, რა შეიძლება იყოს საფრთხე სინამდვილეში, რა არის იდეაში შესაძლებლობა. თქვენთან ერთად არის თორნიკე ზაქარაძე, ირაკლი მიქელაძე. დავიწყოთ, ხო? თორნიკე, მოდი ახლა ზოგად კითხვას დაგისმევ, შენი აზრით რა ფიქრობ ზოგადად AI-ზე, ანუ ხელოვნურ ინტელექტზე? ზოგადი მოსაზრება როგორ იყენებ თუ არ იყენებ და რო გითხრა რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით. გამარჯობა პირველ რიგში, მოგესალმები. ხელოვნური ინტელექტის არ გამოყენება ხელოვნურად ცოტა რთულია, რომ გვერდიაო, არო თავისთავად ხელოვნურ ინტელექტს მეტნაკლები სიხშირით ვიყენებ და ვცდილობ, რომ რაღაც საგანმანათლებლო სასწავლო პროცესში მისი ინტეგრირება მოვახდინოს. რამდენად წარმატებულია და საბოლოოდ რა შედეგებია, ჯერ მაგაზე საუბარი ცოტა ადრეა, თუმცა ის რაკურსი, ანუ რატომ ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს, მაგაზე პასუხი პრინციპში უკვე არსებობს, ანუ არა როგორც რაღაც მიზანი, არამედ ინსტრუმენტის შესაძლებლობა, რომ უკეთ დავგეგმოთ ალბათ სასწავლო პროცესი და უფრო ეფექტურად წარმართოთ. მოდი ჩვენი მსმენელისთვის ასე ვთქვათ დავაკონკრეტოთ, რომ აი ხელოვნურ ინტელექტს როცა გულისხმობთ, ჩვენ არ გულისხმობთ მხოლოდ ChatGPT-ს. არა, იმიტომ რომ ChatGPT-ს ძალიან ყველა ყოფით საუბარში ყველა ChatGPT-ს იყენებს. ამბობ ChatGPT-ს გულისხმობთ ხელოვნურ ინტელექტს, თუმცა ChatGPT იყო ერთ-ერთი პირველი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ასე ფართო მასებისთვის იყო ხელმისაწვდომი და ამიტომ საზოგადოებებში დამკვიდრდა, რომ ხელოვნურ ინტელექტს თუ ამბობ უეჭველი ChatGPT იგულისხმება და ChatGPT-ს თუ ამბობ უეჭველი ხელოვნური ინტელექტი. ხდება ხოლმე როცა რაღაც. არდა სინამდვილეში ძალიან ბევრი სახის და კომპანიის ხელოვნური ინტელექტთან გვაქვს ჩვენ შესაძლებლობა რომ გამოვიყენოთ, თუნდაც ყველაზე ასე ვთქვათ ერთ-ერთი უფასო ვერსია არის online ეს Google-ის არის მგონი Gemini და ნუ მოგეთ თითქმის ყველა დიდ კომპანიას ციფრულს ვთქვათ Meta-ს Elon Musk-ის კომპანიებს აქვს თავისი ხელოვნური ინტელექტები და აქ ხაზგასმელი არის ის, რომ ხელოვნური ინტელექტი არის ძალიან ბევრნაირი. თითქოს სხვადასხვა პროფილის არის. არის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ორიენტირებული არის აი კომუნიკაციაზე, ზოგი ხელოვნური ინტელექტი ორიენტირებული არის ვიდეო კონტენტის შექმნაზე და გენერირებაზე, ზოგი ხელოვნური ინტელექტი მიმართული არის აი ფოტოს შექმნაზე და გენერირებაზე და მოკლედ ასე ვთქვათ პროფილური ხელოვნური ინტელექტი. თუმცა სკოლაში მოსწავლეების მიერ და ეს რამდენად კარგია თვითონ მაგაზე ალბათ ვისაუბრებთ, ანუ ეს თქო მეორე ბლოკად რო გამოვიტანოთ და მასწავლებლების მიერაც უფრო ხშირად ChatGPT გამოვიყენება, იმიტომ რომ დავალებებით ძირითადად ისეთი ტიპისაა, სადაც ChatGPT ყველაზე უნივერსალური ტექსტური ტიპისა ის სწორი. ტექსტური ტიპის ხელოვნური ინტელექტია, რომელიც თან უფასო ვერსია ძალიან დიდ შესაძლებლობას იძლევა, ამიტომ ბევრი იყენებს. მე ხშირად ჩვენ მსმენია მშობლებისგანაც, მასწავლებლებისგანაც, რომ მოკლედ ძალიან ცუდად არის საქმე, იმიტომ რომ მოკლედ ყველა მოსწავლე ChatGPT-ს იყენებს და ესეთი ბუასავეთ გახდა. და ყველას გვეშინია და მოკლედ რა გვეშველება და ასე შემდეგ და მე როგორც ვიცი პირადი საუბრებიდან შენ პირიქით უყურებ, რომ ეს არის კარგი შესაძლებლობა და შეგიძლია აგვიხსნა რატო? ხო, ასე ერთვის კი, ვეცდები აგიხსნა, ახლა რამდენად თანმიმდევრული ვიქნები, არ ვიცი, იმიტომ რომ მართლა ძალიან ვრცელი და დიდი საკითხი ამაზე ახლა მიმდინარეობს კვლევა და ჯერჯერობით მსოფლიო მასშტაბით და ჯერჯერობით შედეგებზე საუბარი ცოტა რთულია მართლა, თუმცა მინიმუმ ანუ ის დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ ამაზე გვისაუბრია, რომ ამ ChatGPT-ს ასე ვთქვათ ავტომატურად შემოსვლამ სასწავლო პროცესში ის ხარვეზები გამოავლინა, რაც ზოგადად საგანმანათლებლო პროცესს ჰქონდა ხოლმე და ეს ძირითადად და მნიშვნელოვანი არის, აი ხშირად ვამბობთ ჩვენ საუბარში, რომ აი ადრე თუ ბავშვი ვთქვათ სახლში მაგალითად
იმ დავალებას, რომლის შესრულებაც მისთვის რთული იყო, ანუ მზაობა არ ქონდა დედას, მამას თხოვდა რომ შეესრულებინათ. მაგალითად პასუხისმგებლიანი ბავშვი ეგრეთ წოდებული, ოღონდ მზაობის არ მქონი, ხო? აი დავალების ჩაბარების სურვილით რომ დადის სკოლაში, ხო? აი ხომ თხოვდა დედას, მამას, ბებიას, უფროს ძმას, რომ ვიღაცა შეესრულებინა. და უპასუხისმგებლო ბავშვი კლასში იძლებდა. პასუხისმგებლო ბავშვი საერთოდ არ ასრულებდა, ან კლასელისკენ შესვენების დროს გადაეწერა. ხა ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა ყველგან იყო და ყველგან ხდებოდა ჩვენი. მე მახსოვს ჩვენ მოსწავლეს ეს გადაწერისაც თავისი ხელოვნება და უნარიდან იჭირდებოდა. კარგად სწორად გადაგეწერა, თან არაიდენტური უნდა ყოფილიყო, რომ მასწავლებელი ვერ მიხვდარიყო რაღაცები. და ხშირ შემთხვევაში ერთი გამორჩეული მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე და კეთილშობილი მოსწავლე კლასელს უწერდა კიდეც ხო შესვენებებზე დავალებებს გადაუწერდა და მისცემდა ესეთ პატარა დავალებები რაც იყო არა პროექტული, არამედ ეგრეთ წოდებული საშინაო დავალებები, ხო? და ანუ ChatGPT, ანუ ბავშვები, რომლებიც ამას ძირითადად სახლში იყენებენ დავალებების შესასრულებლად, ეს ლოგიკური და გასაგებია, უბრალოდ ამან გამოავლინა ეს, რომ მოსწავლის მზაობა, ანუ არსებული ცოდნის დონე და ის რა დავალებასაც ვაძლევთ, ერთმანეთთან შეთავსებული ხშირად არ არის, ამიტომ უწევს ბავშვს პირდაპირ მიმართოს, ასე ვთქვათ, ეს ერთი ასპექტი, ანუ ერთი სპექტრი მოსწავლეების, რომლებიც ამას ვთქვათ იყენებენ, ასე ვთქვათ, უარყოფით კონტექსტში შემდგომ, რომ სასკოლო საზოგადოება მშობლები ან უფროსი თაობის ადამიანები უარყოფით კონტექსტში რატომაც მოიხსენიებთ, ხშირად ეს პირიქით ჩვენ თავს უნდა დავუსვათ ეს შეკითხვა, რომ იმიტომ ხომ არ იყენებს, რომ თლად კარგად ვერ გაერკვა რა უნდა გააკეთოს, ან მზაობა არ აქვს, რომ იმაზე დააშენოს ცოდნა და დაიწყოს დავალების შესრულება. ხვდებით ხო, ანუ მზაობის არ მქონე ბავშვებმა დაიწყეს გამოყენება იმისათვის, რომ დავალება ჩააბარონ, გაკვეთილზე მოიტანონ. ხო ეს და ამან ის გამოავლინა თქვა იმის გამიმდოდა რომ ჩვენ შეიძლება უფრო სხვანაირად უნდა დავგეგმოთ სასწავლო პროცესი და წარმართოთ რომ ბავშვს შედარებით თქვათ დიფერენცირებული ისეთი ტიპის დავალება გაყოთუნოთ სახში რომ არ დაიწყოს ChatGPT-ის გამოყენება პირდაპირ არ მიმართოს მას როგორც დავალების შემსრულებელს ასე ვთქვათ ხვდებით ხო არა როგორც ინსტრუმენტი რომელიც გამოყენებაზე დადებით მხარეებზეც ვისაუბრებ და იმ კონტექსტში მე კეთილგანწყობილი ვარ ხელოვნური ინტელექტისადმი და შეც არამედ აი ბავშვი როცა საკუთარ თავს ანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი და პირდაპირ დავალებას აკეთებინებს მაგალითად აი ხეში მაგალითად რომ ავიყანოთ დამიწერე ესე სადაც რაღაც ადამიანი გარემოს მსხვერპლი თუ რაღაცა პირადი არჩევანი თუ რაღაც მოკეთ თემა რაღაც დასაწერი აქვს ბავშვს რომლის მზაობაც არ აქვს ანუ არანაირი მონახაზი თვიში არ აქვს აი ამ საკითხთან დაკავშირებით ანუ ფიქრი ჩართული არ აქვს ამაზე იმიტომ რომ თქვა საგაკეთილო პროცესში შეიძლება თქვათ კარგად ვერ ჩაერთო ვერ გაერკვა და პირდაპირ ავალებს ამას რომ დაუწეროს ხელოვნურმა ან რაღაც მათემატიკის ამოცანები ამ მოუხსნას. ერთ-ერთი გამოსავალი ალბათ ის იქნება რომ ბავშვისთვის თუ დავალება საინტერესო ის კეთებას თვითონ დაიწყებს და აღარ მიმართავს. ხო, აქ გამოსავალი ხელოვნურმა ინტელექტმა ახალი არაფერი არ აღმოაჩინა, უბრალოდ უკეთესად გამოავლინა ის ხარვეზები, რაც სასწავლო პროცესს აქვს, ის რომ თქვათ საგაკეთილო პროცესი თუ თანამშრომლობით სწავლებაზე არის და პრაქტიკულ მუშაობაზე დაფუძნებული, ანუ ბავშვი თუ რაღაც პროცესი დაწყებული არ აქვს კლასში, სახლში თავისთავად თუ ვერ ერკვა და ნულიდან უწევს დაწყება, ანუ არა, ცოდნა არ აქვს, პირდაპირ იყენებს ხელოვნურ ინტელექტს და ახ გაცილებით მეტი შანსია რომ ინსტრუმენტად გამოიყენოს ან დადებით კონტექსტში თუ კი საკლასო მუშაობაც პრაქტიკულ მუშაობაზე იქნება დაფუძნებული და ის სახლში რასაც ვატანთ თქვა დავალება შესასრულებლად საკლასო სამუშაოდან გამომდინარე იქნება, ხო? კი და თან მასწავლებსაც დავამშვიდებდი და ვეტყოდი რომ თუ ჩვენ ვიყენებთ ChatGPT-ს ან ნებისმიერ ხელოვნურ ინტელექტს და ვიცით როგორ წერს ხოლმე ქართულად ტექსტებს შეიძლება ადვილად მივხვდეთ რა ბავშვის ნაშრომი რამდენად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შესრულებული იმიტომ რომ იმას სპეციფიკური რაღაც მეტყოლება ძალიან ხოლმე ნათქვამია AI-ისთვის მაგრამ მანერა გადმოცემის ინფორმაციის რაღაცნაირად მსგავსი აქვს და აქაც გამოსტილი თვალი ადვილად ხედავს მაგრამ მეორე მხრივ თუ ჩვენ სწორად განსაზღვრავთ შეფასების კრიტერიუმებს და წინასწარ გვაქვს შემუშავებული ეს კრიტერიუმები თუ რა არის ცოდნა და აი ამ დავალების წარდგენის დროს ბავშვს აი ამ დამაზუსტებელი კითხვებით შეფასების კრიტერიუმებით შევამოწმებთ, იქ ნათელი იქნება ბავშვის მიერ არის ეს დავალება შესრულებული თუ ხელოვნური ინტელექტის მიერ. ხო ეს ესე თქვათ მინიმუმი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ თქვათ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა ბოროტად თუ არა დავადგინოთ, მაგრამ მე მგონი ეს საკმარისი არა. კიდევ მან აუცილებელი არის შეკითხვის დასმა ჩვენ თავზე, რომ ეს ბავშვს რატო არ ქონდა ინტერესი, ქონდა თუ არა ინტერესი, რომ თვითონ შეესრულებინა დავალება, რა იყო რთული ჩვენს დავალებაში პროცესი არ იყო მთლად კარგად წარმართული თუ შინაარსი არ იყო კარგი. ანუ ეს
ხელოვნური ინტელექტის მოშორება კი იქნება გამოსავალი, ანუ პირიქით რეფლექსიის საფუძველი არის, მე მგონი დიდწილად, რომ აი ბავშვმა თქვა მოიტანა დავალება და კლასში 14-დან 12 მაგალითად ბავშვს აქვს გამოყენებული ეს ხელოვნური ინტელექტი, ლოგიკურია, რომ რატო აქვს გამოყენებული, ხო, რაღაცა ესე ვთქვათ, ან არ დაინტერესათ, ან მათთვის დაძლევადი არის. რა, ან შინაგანი პირველი აღმოსავლეთ წერტილი არის ის თავისთავად, რომ შინაგანი мотиваცია არ ქონდა, რომ თვითონ რაღაც შეექმნა და გაეკეთებინა ბავშვს, ხო? და შინაგანი мотиваცია რატომ არ ქონდა, ან საუბარ არ ქონდა შესაბამისი, ან ინტერესი, საინტერესო არ იყო პროცესი, ხო, დავალება. აი მოდი კიდე სანამ გამოწვევებზე ვილაპარაკებთ, დავაზუსტებდი ზოგადად ხელოვნური ინტელექტი რა არის სინამდვილეში, ეხლა მე რაც ინფორმაცია მაქვს და იქიდან გამომდინარე შეიძლება ნაკლები შიშის გაგვიჩნდეს და რა არ შეუძლია სინამდვილეში, მაგასაც გავიგებთ. აი ხელოვნური ინტელექტი, აი ხშირად ამასო AI გველაპარაკება და აზროვნებს. პირდაპირ გაგებით თუ ჩვენ დავფიქრდებით რა არის აზროვნება, ხო? აზროვნება არის კოგნიტური პროცესი გონებაში, სადაც ჩვენ აი მეტყოლებაზე რო ავიღოთ, ხო? რაღაცის თქმა გვსურს, ვამბობთ რაღაც სიტყვას და ამ სიტყვის შემდეგ მე გონება ავტომატურად გვაწვდის კონტექსტის შესაბამის მომდევნო სიტყვებს, ხო? და ასე სწრაფად, რომელსაც ჩვენ ვერ ვამჩნევთ ეს პროცესი როგორ მიმდინარეობს ჩვენ გონებაში, ჩვენ ვაყალიბებთ რაღაც აზრს, ხო? ლოგიკური სიტყვებიდან და კონტექსტებიდან გამომდინარე, ტვინი გვთავაზობს სხვადასხვა ვარიანტს სიტყვის. აი მსგავსი არის ხელოვნური ინტელექტი, ზოგადად ამას მეტყოლებას თუ დავარქმევთ და აზროვნებას, რომ აი რომ წარმოვიდგინოთ, ხელოვნური ინტელექტი არის აი უზარმაზარი მონაცემების ბაზა. უზარმაზარი, მე როგორც ვიცი, ყველაზე პირველად ვერსიაში ChatGPT-ის იყო სადღაც 200 მილიარდამდე სიტყვა შეყვანილი, ხო, სხვადასხვა კონტექსტის გამომდინარე. და წარმოვიდგინე ახლა 10-მდროვე ვერსიებში რამხელა მონაცემთა ბაზა არის, სადაც არის ჩატვირთული ეს ინფორმაცია და აი Excel-ის ცხრილი რო წარმოვიდგინოთ, რა უამრავი სიტყვა და სხვადასხვა სიტყვას რა კონტექსტები შეიძლება გქონდეს. აი მაგათაც სიტყვა, რავი, ტელეფონი. აი ChatGPT-ის და ხელოვნურ ინტელექტს ყველას აქვს ყველა წინადადება, კონტექსტი, ბაზაში ჩატვირთვის, სადაც ტელეფონი გამოყენებულია. ამიტომ შენი კითხვიდან და სიტყვებიდან გამომდინარე, ის უკავშირებს ყველაზე შესაბამისი ლოგიკური კავშირი ამ სიტყვასთან რა შეიძლება იყოს და იმას გიგდებს. აი მაგათაც თუ ვეკითხებით, რომ დამიწერე, რავი, ესე სამართლიანობაზე. ხო? როგორ აღიქვამს ის პირობით, ხა ძალიან ვამარტივებ პროცესს. გამარტივება უხდება კი იმ სიტუაციას. ხელოვნური ინტელექტი თავის ბაზაში ნახავს სიტყვა სამართლიანობას, ყველა იმ კონტექსტ მილიარდ კონტექსტში გამაღენებული. კი, ყველა იმ კონტექსტს შეადარებს, რომელიც შენ ითხოვ, იქ დამაზუსტებელ კითხვას დაგიწყოს აუცილებლად რომ სამართლიანობა რა კონტექსტში, რა იმაში გინდა და მე შენ გთავაზობ უკვე შესაბამის ვარიანტებს. ხო? აქედან გამომდინარე ჩვენ ვერ ვიტყვით რომ და არც შეიძლება ვთქვათ რომ AI ჩვენს მაგრად იაზროვნებს. ვერ იაზროვნებს. უბრალოდ ჩვენ არ უნდა მოვთხოვოთ ეგ ხო? ხო, არც უნდა მოვთხოვოთ, ვერც იაზროვნებს და ამიტომ მე მაგდა არ მეშინია ასე რომ ვთქვათ ხელოვნური ინტელექტის და ბავშვების მიერ მის გამოყენებას რომ მე ვიცი რომ ის ბავშვების მაგრად ვერ იაზროვნებს და ბავშვს მოუწევს მაინც დავალების შესასრულებლად აზროვნება. ერთ-ერთი რაც შეიძლება და გამოიყენოს და შეიძლება წახალისებულიც იყოს, გარკვეული რაღაც ფაქტობრივი ინფორმაცია შეიძლება მოიძებნოს და მონახოს ხელოვნური ინტელექტის მიერ ბავშვმა. კი და სტრუქტურისთვის აი ხეშად რომ ვთქვათ აი ძველ პოდკასტებს რო დავუბრუნდეთ და კარგია ყოველთვის გავიხსენებთ აი ცოდნას რას ვეძახით ხო ეგრეთ წოდებული არის მყარი დეკლარატიული ცოდნა, პროცედურული და ფუნქციური ცოდნა. ეს პროცედურული ცოდნის ასე ვთქვათ სწრაფად გავლაში ხელოვნური ინტელექტი დაგვეხმარება ისე როგორც ადრე გვეხმარებოდა უფრო მასწავლებელი ამ ყველაფერში, ახლა ეს მასწავლებელი შეიძლება გახდეს ხელოვნური ინტელექტი, რაც არანაირი პრობლემა არა. ოღონდ მხოლოდ ვიძახით, აი შერასამობს შესაძლოს ვაგზავ, აი პროცედურული რაღაცეების მოწესრიგებაშიც რა, აი რაღაცნაირი სტრუქტურის მიცემაში, აი ხვდებით ხო, აი რაღაც ვაკეთებ. ხო შეგვიძლია თქვა აქ შესაქმნელი ბავშვს დრამა, ხო, პიესა დაწეროს და რაღაცა შემოქმედებითი დავალება აქვს და შეიძლება თქვა ყველა სულ შემთხვევაში თუ მასებელმა იდეაში უნდა აუხსნას როგორი წერება ეგ, მაგრამ თქვა ასეთ ვერ მოხერხდა, შეიძლება კითხოს რომ აი როგორი სტრუქტურაა, ან როგორი ნაბიჯები უნდა ავაგოთ, მაგრამ ის მის მაგრამ ვერ ააგებს, მაგრამ აი ეს დამაზუსტებელი კითხვებით შევაზრდებით, შენ მაინც დაადგენ რომ ეს მისი ნამუშევარი არა ეს, იმიტომ რომ მეც რო ვიყენებ ხოლმე ხშირად ხელოვნურ ინტელექტს, აი ხვდები რომ იქ სადაც საქმე მიდის შემოქმედებისკენ, აი შექმნისკენ, სუსტი. აი ძალიან სუსტია. ხო და ამიტომ მანდ
ასე ვთქვათ, სწორი მიდგომით და სწორი შეფასების კრიტერიუმებით და სწორი დავალების პირობებით ჩემი აზრით აქ საკვანძოა და ათვლის წერტილი მაგიდან უნდა ავიღოთ, რომ აი სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს თუ კი და როდესაც დავალების პირობა ისეთია, რომლითაც ვცდილობთ რომ მოსწავლისთვის ნაცნობი კონტექსტი შევიტანოთ და რაღაცა ეს შინაგანი мотиваცია ჩაურთოთ აენთოს ხო ბავშვი. სამისად შემდგომ უკვე და საგანმანათლებლო პროცესი მაგაზე ფუძნდება, ანუ ეს ახლა მთლიანობითად რა ვიქვათ. შემდეგ უკვე შემოქმედებითი უნარი, რომელიც ყველა ადამიანში არის ეს ფუნქციური უნარი ჩადებული, ამის გააქტიურებას იწყებს ბავშვი, თვითონ აქვს ინტერესი რომ რაღაცა შექმნას გააკეთოს და იყენებს ყველას და ყველაფერს ოღონდ როგორც რესურსს, ანუ იყენებს მასწავლებელსაც, რომელსაც დამაზუსტებელს აი ხეშად გაკვეთილზე ვერ მოასწარი, თქვა აი 45 წუთის განმავლობაში პირობითად, რა რაღაც საკითხის ბოლომდე ვიყვანო, ოღონდ ეს ფიქრის შემოქმედების პროცესი ჩართულია, აი ამ დაშვებით რა. ოღონდ ბოლომდე ვერ მივიყვანეთ რაღაც პროცესს, ხო, აი რაღაც შეკითხვა დამრჩა, ბოლომდე ვერ მივედი. აი რაღაც აი მასწავლებელს ვეკითხე, მასწავლებელთან მაქვს დიალოგი და შეიძლება რაღაცეებიც ხელოვნურ ინტელექტს ვკითხო, ოღონდ ეს პროცესის წარმართველი მე ვარ და მე მაქვს ეს ფიქრი ჩართული თვიში მოსწავლეს კონტექსტში უბრალოდ მეგობარი ყავს ძალიან ბევრი ინფორმაციის მატარებელი, რომელშიც რაღაცები კითხო და აგიხსნას. მაგრამ ის შენს მაგალითად ვერ გააკეთებს. ვერ გააკეთებს, უბრალოდ შენ აქ ამომავალი წერტილი არის კიდევ აი ძველ საკითხს მაინც უბრუნდებით, მაგრამ ხელოვნურ ინტელექტს ეს უბრალოდ ძალიან კარგად გაუნა. ამომავალი წერტილი არის, რომ მე სკოლა მასწავლებელი, ანუ აი ეს საგანმანათლებლო სივრცე რა ისეთ საინტერესო დავალებებს ვქმნი, ანუ ვფიქრებ ბავშვებს, რომლითაც ის დაიწყებს ფიქრს და მუშაობას და მე უკვე როგორც რესურსი ინსტრუმენტი მეც გამომიყენებს მასწავლებელს, კლასელსაც გამომიყენებს, რომელთანაც დიალოგი ექნება, შენ ამას როგორ აკეთებ, მე ასე ვფიქრობ, შენ როგორ ფიქრობ, რაც შესანიშნავი ამბავია და სახლში რომ მივა საღამოს რაღაც აზრი გაუჩნდება, ხელოვნურ ინტელექტსაც შეეკითხება, აი ამაზე ეს როგორ და რაღაც და ასე შემდეგ. ეს ნორმალური აბსოლუტურად ეს არის ცოდნის აგების პროცესი, სადაც ხელოვნური ინტელექტი ინსტრუმენტია. ხშირად მშობლებისგან გამიგია, რომ აი როგორ ავუგრძალოთ და მოვწყვიტოთ ხელოვნურ ინტელექტს, ნუ ეგეთი შეუძლებელია, მაგრამ მეორეც აი ეგ რას გავს იცი, რომ აი ბავშვს ავუგრძალო სახში წიგნის წაკითხვა. დავალებაში ეს ლეგონ წიგს არ ჩახედო. ხო, დავალებაში წიგს არ ჩახედო, არავის არაფერი არ კითხო. ჩვენი ტიტანჯე ჩაიკეტევთ ახლა, ეს ხო სესულელია. უბრალოდ ხელოვნური ინტელექტი ნებისმიერი ციგნების ერთობლიობაა სინამდვილეში. უბრალოდ ეს ციგნიდან ეს ინფორმაცია როგორ დაამუშავოს, ეგაა მთავარი და ეგ უნდა იყოს ჩვენი საფიქრალი, რომ როგორი დავალება, როგორი შეფასების კრიტერიუმები მივცეთ ბავშვს, რომ მას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ამ სხვადასხვა რესურსი, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის სახელმძღვანელო და გამოიყენოს და შექმნას რაღაცა პროდუქტი. კი, აი მე ჩემი პრაქტიკიდანაც გეტყვით, აი მე მშვიდ კლასიდან მქონდა რამდენიმე დღის წინ რაღაც დავალება უნდა მოეთანათ, მოთხრობა უნდა შეექმნათ, რაღაც საკითხთან დაკავშირებით. და იქ იყო ბავშვების ნაწილი, ვინც სამწუხაროდ გამოიყენა და შეაქმნებინა, ანუ საბოლოო აი დიდწილად ხელოვნური ინტელექტს ამუშავა მოკლედ და იყო ბავშვების უფრო დიდი ნაწილი და რაც გასახარია, რომ იმას თვითონ შექმნეს რაღაც და ძალიან საინტერესო პროდუქტები სხვათა შორის და აი ეს შეკითხვა მე მომემართება, რომ ის თქვა 4 ბავშვი 25-დან, ხო, რომელმაც აქტიურად გამოიყენა ეს ხელოვნური ინტელექტი ბოროტად უხეშად რომ თქვა, აი მე მომემართება, რომ ესე იგი მე დიფერენცირებას პროცესში ვერ მოახდინე, რომ იმას მეტი დახმარება ჭირდებოდა რაღაცნაირად, ხო, ანუ ვერ აენთო მასში შემოქმედების პროცესი, მეტი შიში გაუჩნდა რაღაცები და იმიტომ რომ დავალების ჩაბარება უნდა და დავალების ჩაბარების სურვილით მოვიდა სკოლაში. გააკეთებინა რაღაცას და მოიტანა ეს დავალება და ეგეც პროგრესია. ეს ხო ჩემი ფიქრის საგანია ეხლა და არა იმის რა ქვია ხელოვნური ინტელექტის აკრძალვის. მე სხვათა შორის ბავშვებს როცა ეგეთ დავალებას ვაძლევ ხოლმე, სულ ეს შესავალი გვაქვს, რომ ვიცი ისეთი ბავშვები, რომელსაც უყვართ ძალიან გამოყენება, რომ მეთქი ბავშვობა თქვენად თქო შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელოვნური ინტელექტი, თუმცა ხო იცით გვექნება დამაზუსტებელი კითხვები და ერთი ძალიან სხარტი აზროვნების ბავშვია და მესმე კითხება, რომ აი ეს დამაზუსტებელი კითხვებიც რომ მან მასწავლოს და მითხოს კი ბატონო, იმათ იმდენი შეძლო რომ შენ მასთან ერთად დიალოგით ის შეფასების კრიტერიუმი რაც არის ეს დაამუშავე და ერთად იმსჯელეთ, ერთად შეადარეთ, ერთად დააკავშირეთ და ეს მე შენ შეგიძლია მოიტანო და ეს დაგამახსოვ და მაგას საჭურია. იღწეულია. მე აგიხსნე ამას თუ ხელოვნური ინტელექტი აგიხსნის რა მნიშვნელობა აქვს, ხო შეიძლება იმან კეთილად აგიხსნას. სიერად found. ბატონო. ხო, აი ხელოვნური ინტელექტი ჩემი აზრით აი ესეთ დაკვირვებით ეგრეთ წოდებული ეს behavioristული ტიპის პედაგოგიკა ჩაანაცვლებს სრულად, რაც ძალიან კარგია. ანუ ეს ახსნა ჩამაბარე ლოგიკას ჩაანაცვლებს სრულად და სწორი პასუხების პედაგოგიკის მიმდევარ პედაგოგებს ჩაანაცვლებს, აი ცოტა უხეშად თქვენ ჩაანაცვლებს, ანუ გაურთულებს საქმეს. უბრალოდ მათი საჭიროება უკვე ნაკლები იქნება. პირიქით, ანუ ხელოვნური ინტელექტის შემოყვანა სასწავლო პროცესში უფრო გაამყარა ის საგანმანათლებლო პარადიგმა და მოსაზრება, რომ
სასწავლო პროცესი მოსწავლეს და მასწავლებლის თანამშრომლობით სწავლებაზე უნდა იყოს დაფუძნებული, თორე ეგრესებული რეპეტიტორების საჭიროება გაქრება ხელოვნური ინტელექტით, ჩემი აზრით და არა სკოლის როგორც სოციოკულტურული მახსოვს ჩვენი მოსწავლე იყო აბიტურიენტი, რომელიც არსად არ ემზადებოდა რეპეტიტორებთან და და ეგ მეუბნებოდა რომ ყველაზე მაგარი რეპეტიტორი აგერ უფასო ვერსია მაქვს და მეთქი რანაირად იყენებ თქო და ანუ მაგალითად თქო რაღაცა ტექსტი მაქვსო მინდა რომ ეს ტექსტი გავიაზო და ვამუშაო ხო ამ ტექსტს ვაძლევო ვეუნები აბა ამ ტექსტზე გამომდინარე მომეცი რაღაც სამშელო დავალება მე ვწერ მე ვუგდებ ამ დავალებას ის მე კრიტერიუმებს წინას არ ვუგდებ ეროვნული გამოსებში რაც არის კრიტერიუმი იმის მიხედვით ხო შემიმოწმე შემიფასე ის მიფასებს და ანუ ეს ის გვაქო რა და კიდევ ტესტებს მიდგენსო მაგალითად შემიდგინე რაღაცა ტექსტიდან გამომდინარე ტესტი სადაც შეამოწებ ამას და ბოლოს იქამდე მივედი რომ ფასიანი ვერსიაც კი ვიყიდე რომ იმდენად ხშირად ვიყენებ და ხო აი მაგას ძალიან კარგად ჩააბარა ბავშვმა და გრანტი მიიღო ასპასიტელი ყოჩაღ და ძალიან გასახარია ამბავი უბრალოდ ამას ადასტურებს რა ზუსტად რომ აი ამ ტიპის პედაგოგიკას და ამ დამოკიდებულებას განათლებისადმი რაც აბსოლუტურად მახინჯ დამოკიდებულება ჩვენი აზრით და თარგმნებული პროფესორი აი ამას ჩაანაცვლებს სრულად და ეს პირიქით გასახარია ამბავიც, იმიტომ რომ ასე უფრო ადვილად დაასკვნის ფართე საზოგადოება, რომ განათლება უფრო მეტია ვიდრე სწორი პასუხების პედაგოგიკა. ხო, ხელოვნური ინტელექტი მაგაში დაგვიწყდა. ხო, უკვე ვერც ერთი მასე ჩვენ ვერ ვაჯობებთ ფაქტების ცოდნაში ხელოვნურ ინტელექტს AI-ს. იმიტომ რომ იქვე რაღაცა შენეონებ და იქვე შეიძლება ბავშვმა შევიდეს, უცებ კითხოს და უპასუხოს. ერთ-ერთი ვითაც შეიძლება და ჩვენ შევეჯიბროთ ასე რომ ვთქვათ უხეშად და ვაჯობოთ ეს არის ის რომ ჩვენ ვართ ადამიანები, მასწავლებლები და მხოლოდ ადამიანს შეუძლია შემოქმედებითობა, ანუ შექმნა შეუძლია მხოლოდ ადამიანს. ეს რაღაც სასწაული კოგნიტური უნარი, რომელიც ევოლუციის თუ რაღაც შედეგად გვებოძა, არის მხოლოდ ადამიანის უნარი, რომ ადამიანის ერთ-ერთი შემოქმედი არსება. დანარჩენი არის რაღაც კომპონენტური არებს, რაც ადამიანებში ყველაში არის ეს პოტენციალი ჩადებული, უბრალოდ გააქტიურება, რასაც ჭირდება და განვითარება, ხო, ზუსტად აი ეს მასა ხელოვნური ინტელექტი მაგას ვერ მოახერხებს ვერანაირად, იმიტომ რომ ადამიანს თუ არ აქვს შინაგანი мотиваცია ანთებული თუ არ არის ის ხელოვნური ინტელექტთან, ანუ არც ითანამშრომლებს ისე, ანუ არც არაფერს არ შეეკითხება, მოკეთ როგორც ინსტრუმენტს ვერ გამოიყენებს და ადამიანებს ახლა მხოლოდ თუ დავალების ჩაბარება უნდა და თან უბრალოდ იმისათვის რომ მოეშორებინათ რაღაც საქმე მოეთავებინათ ხო ის ბავშვები გამოიყენებენ უბრალოდ ეს შეკითხვები ჩვენ მოგვემართება კიდევ ერთხელ ჩვენ რა გავაკეთოთ ზუსტად მე აი ჩემ თავსაც ვეუბნები და ყველა მასწავლებელსაც რჩევას ვაძლევ რომ თუ გვინდა რომ აი ამ თანამედროვე ეპოქაში ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში რომელიც უფრო და უფრო ჩვენ ცხოვრებაში შემოვა ყოველდღიურად უფრო ხშირად ერთადერთი გამოსავალი არის ბავშვებისთვის პროცესი იყოს შემოქმედებითი, პროცესი იყოს თანამშრომლობითი და საინტერესო. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს საფრთხე იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი რაღაცა დაუშავებს განათლებას, ან ჩვენ ჩაგვანაცვლებს ან რაღაცას გვისმის. პირიქით, ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი როლი იზრდება ამაში. ჩვენი როლი იზრდება და პედაგოგიკის და მასწავლებლის როლი ასეთი დიდი, მე მგონი არ ყოფილა არასდროს როგორც დღესაა. მე ძალიან კარგად მახსოვს თუ შენც ახლა ჩვენ ერთ პერიოდში ვსწავლობდით სკოლაში ჩვენ როცა ვსწავლობდით სადღაც საბაზო საფეხურზე ახალი შემოსული იყო კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება და მახსოვს რომ რაღაც დავალებების შესრულება გვიწევდა ბეჭდურად კი ბატონო და მაშინ ბავშვიც რო ვიყავი მაშინაც რამხელა პანიკა იყო აგორებული რომ всё დამთავრდა ბავშვებს დაავიწყდებათ წერა კალიგრაფია იქნება დავიწყებას მიცემული ყველა ბეჭდვაზე წერა ყველას დაგვავიწყდება ლაპარაკი და დაგვავიწყდება სიარული და ასე არაფერს არ დაგვავიწყდა უბრალოდ ადაპტირდით მაგაში და რა ვიყენებთ ეხლა ძალიან აქტიურად იგივე იქნება აქაც ზეც და YouTube-ზეც აი აქტიურად როცა და აი ინტერნეტის მოკლედ ხო Google-ი ბიბლიოთეკაში ხალხი აღარ ივლის ყველაფერს Google-ს კითხავს და მთელი ამბები ხო ამიტომ გონი ნებისმიერი პროგრესის ასე ვთქვათ დოვლათი რაც ჩვენ გვეძლევა ეს ხდება ინსტრუმენტი რომელიც ეფექტური არის ყოველთვის თუ ჩვენ მას სწორად გამოვიყენებთ ნებისმიერი პროგრესის დოვლათი თუ ტელეფონის თუ ეს არასწორად გამოიყენენ და მთელი დღე რაღაც უაზრობაში ეს კი დამაზენებელი შეიძლება იყოს მაგრამ ეგ ხო არ ნიშნავს იმას რომ ამაზე უარი ვთქვათ ხო არა უბრალოდ გამოვიყენოთ სწორად ხო და სწორად რომ გამოვიყენოთ უნდა გქონდეს мотиваცია შინაგანი და როგორ გვაქვს ეს შინაგანი мотиваცია როცა მომწიფდება მოზარდი და მზაობა აქვს შესაბამისი სარბიელი ველი შეუქმნათ რომ განივითაროს ეს უნარები ანუ საინტერესო პროცესი და დავალებები აი თორნიკე ხა ჩვენ კი ვისაუბრეთ რომ ბავშვები ნამდვილად გასაგებად არ ვიცი თუ ვიღაც სურვილი გექნებათ ხო
გაგვიწერეთ კომენტარებში და ამ საკითხებზე უფრო ფართედ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, უფრო მეტი მაგალითი მოვიყვანოთ დავალებთ, რომ ეხლა ჩვენ ამაზე რაღაც დასკვნებს არ ვაკეთებთ. ემპირიული რაღაც გამოცდილება მიმდინარე პროცესისთან, ხო, რაღაც პირობითად წელიწად ნახევრის განმავლობაში ამის იმას ვაკეთებთ ჩვენ თვითონ როგორც. აი ბავშვების გამოყენების ამბავში ვიცით, მაგრამ და აი მასწავლებლები და შენ როგორც მასწავლებელი ამდენად იყენებ, როგორ იყენებ და თქვათ რაღაც რაში გეადვილებს საქმეს. ხო, მე კი, თავისთავად ვიხენებ ოღონდ ახლა უკვე ყოველდღიური გამოყენების საჭიროება ნაკლებად მაქვს, აი დაგეგმვის პროცესში უფრო მეტად ყავდა შემოყვანილი, ჩემთან ოღონდ თავისთავად მკაფიოდ ეგრეთ წოდებული შუალედური ბიზნესი თუ რაც შეგვიძლია, რასაც დავარქმევთ, აი სასწავლო პროცესში, აი რა დავალებები უნდა მქონო და რა ტიპის დავალებები უნდა მქონო, რომელზეც მე სასწავლო პროცესს ავაგებდი. ამაში ხელოვნური ინტელექტი სამწუხაროდ ვერ გვეხმარება, ეს შემოქმედებითი ნაწილია სრულად მასწავლებლის თან კლასის მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე და შემდეგ მოკეთ ამას თავისთავად მე ვქმნიდი და ვადგენდი, თუმცა შემდგომ უკვე რაღაცა ტიპის აი ამ დავალების ქუდის ქვეშ რესურსების მობილიზება, რაღაც ტექსტის ადაპტირება, გამარტივება, რაღაცა ტიპის მოკლე ტესტების შედგენა და აი ასეთ რაღაცებში, რომელშიც თქვათ ადრე უნდა დამეხარჯა რამდენიმე საათი ან მთელი დღე უნდა მუშაობა მაგ მობილიზებაზე. აი ამ ასეთ რაღაცებს მკვეთრად გააზრებული შემოქმედებით დავალების პირობით რაკურსით, რომელიც ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად შექმნილი იყო. ამის ქუდის ქვეშ რაღაცებს თხოვდი ვავალებდი და ამის ორგანიზებაში თავისთავად მეხმარებოდა როგორც კარგი მეხმარებოდა და მეხმარება როგორც ძალიან კარგი თანაშემწე. მეც მასე აღვიქვა, რომ ხელოვნური ინტელექტი არის ძალიან უნარიანი, სწრაფი, სხარტი თანამშრომელი, რომელსაც თუ სწორ დავალებას მისცემ, ძალიან კარგად შეასრულებს თავის დავალებას. კი ბატონო. ეხლა მეც ხშირად ვიყენებ, და მეც დაგეგმვის პროცესში უფრო ხშირად ვიყენებ, მაგრამ ეხლა თუ ვიყენებ, ეს არის ძირითადად თუ მჭირდება ტესტის შედგენა, ვაძლევ ტექსტს, რომელსაც დაყრდნობით ვადგენიებ ტესტს და მითითების შესაბამისად ძალიან კომფორტულია, თუ ადრე მჭირდებოდა ამაზე 1 საათი, ეხლა რავი 1 წუთიც არ ჭირდება ამას. ხშირად თუ კარგად მაქვს განსაზღვრული ტესტის მიმოწევს ხოლმე ბავშვების ნამუშევარს და უფრო თუ დახურული კითხვებია რა თქმა უნდა. კიდევ ვიყენებ აი ტექსტის ადაპტირებებზე, ხშირად არის ტექსტს ზომაში ვამცირებ, რომ შინაარსი არ დაიკარგოს პირობითად, ან ტექსტს ვუმარტივებ ხოლმე, მაგალითად ბოლოს გამოვიყენე გამარტივებაზე, მაგალითად რო გითხრათ, აი ნიჩეს ზარათრუსტა თუ იცი რაღაც რთული ენით არის გაწერილი და ჩვენი თვითმიზანი ჩვენი საგნის არ იყო ეს არქაული სიტყვებში წდომაში შევსულიყავით და ფიქრში ამეთ ჩვენ იყო იდეამდე მივსულიყავით, ამიტომ შედარებით ადაპტირებადი ვერსია გავაკეთებინე, გადამიკეთა ძალიან მშვენივრად, ისე რომ არც შინაარსი, არც ნარატივი, არც იდეა და არც რავი ესე შეგრძნების მომენტი არ დაუკარგავს ეს ეგეთი უნარები ნამდვილად. კი, ხო რუტინულ რაღაცა მექანიკური რაღაც დავალებების და ტექსტების ან მათემატიკური ამოცანების ისე ვთქვათ შედგენაში დიფერენცირებისთვის არის ძალიან კარგი ინგლისურს ჩვენ ზაფხულში აი მათემატიკა და უნდა გამოცდილება აი ინგლისურის მასწავლებლად იყენებენ უფროსი კლასის მოსწავლეები როგორც ინსტრუმენტს, აი ჩვენ როცა ვთქვათ ერთად აი ინგლისურის მასწავლებელთვის მართლაც ძალიან დიდი, იმიტომ რომ ინგლისური ენა უკეთესად იცის ჯერ ერთი და დონეებად ადვილად. ხო, აი მაგათად გვინდათ საკითხი შევიტანოთ, რა ვიცი, აი ჯანსაღი ცხოვრების წესი, ხო? მასწავლებელს შეუძლეს თხოვოს, რომ გამიკეთე A2, B1, B2, C1 დონეები და ერთ და იგივე თემაზე გამზრდებული ტექსტის მასალა და დისკუსიის საშუალება ექნებათ მე საერთო. ზუსტად ამ მათემატიკური ამოცანებისაც ზუსტად იგივეა, ხო, რაღაც თემებზე რომ ვშაობ, ვთქვათ, შედარებით მარტივი ამოცანები გავიკეთე, შედარებით რთული დაავალებ, უბრალოდ რომელი ცნების გასააზრებლად გინდა, რომელ თემაში და როგორც ინსტრუმენტს იყენებ ადვილად და ასე შემდეგ მოკეთეს ასე ტექნიკურ თუ როგორ მექანისტური რაღაც როგორც ინსტრუმენტი, როგორც თანაშემწე თუ დამხმარე ძალიან კარგია და ეს უკეთესია მასწავლებლად, იმიტომ რომ შემოქმედებითი პროცესისთვის მასწავლებლსაც მეტი დრო რჩება, ჩვენ უფრო გადმოვიდა ჩვენი ფიქრის არეალი, ამიტომ რა საინტერესო დავალება შევქმნა, აი როგორ წარმართო მე სასწავლო პროცესი ისე რომ მოსწავლეები მეტად ჩაერთონ და ასე აი ნამდვილი მასწავლებლის ფიქრი რაც უნდა იყოს, მოკეთ იმისთვის მეტი დრო და სივრცე გამოგვითავისუფლდა, რაც ძალიან კარგია. კი. მოგეთ რა ვიცი მე ალბათ მივცემ თავისუფლებას, რომ ჩემი აზრი და რჩევა უთხრა ყველას, რომ ChatGPT-ს და ნებისმიერ ხელოვნურ ინტელექტს შევხედოთ როგორც შესაძლებლობას
როგორც ინსტრუმენტს, რომელიც გარკვეულ რუტინულ საქმიანობას გვიადვილებს, რომელიც არის ჩვენი ძალიან ხარტი, სწრაფი ასისტენტი და უბრალოდ აი ეს აზროვნება, ფიქრი, შემოქმედებითობა დავიტოვოთ ჩვენთვის ეს სუფთა ადამიანური ფაქტორი არის. და ამისთვის მეტი დრო მოგცა ხელოვნურ ჩაჩივით, ასე ვთქვი, ხელოვნურ ინტელექტს, რაც ძალიან გასახარი ამბავია. თუ გექნებათ სურვილი, ჩვენ შეგვიძლია ბავშვებიც მოვიწვიოთ, კითხოთ თავიანთ ყოველდღიურობაში როგორ იყენებენ ეფექტურად, სხვადასხვა მასწავლებლებსაც კითხოთ, დაგვიწერეთ თქვენი აზრი, თქვენი კომენტარები, დიდი სიამოვნებით ამ საკითხს კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით, უფრო გავშლით, უფრო დეტალიზაციაში შევალთ, მაგალითებს გააჩვენებთ, როგორ ხდება ამ ყველაფრის გამოყენება. მადლობა ყურადღებისთვის. დღეს ამით შემოვიფარგლებით. მომავალ შეხვედრამდე. მადლობა.